მოგესალმებით, ჯერა ძვირფასებო, გამომწერებო, ქალბატონებო, ბატონებო. თქვენ დაგიბრუნდით იანვრის გაშლებით. და ეხლა ეს გაშლა, ეს კონკრეტული ვიდეო უკვე ეხება მიწის სტიქიის წარმომადგენლებს და გავშლი აი ულამაზესი დასტებით, ჩემი მეგობრების საჩუქრები არის ეს დასტები სახალწლო. და დავიწყებ სწორედ აი ამ დასტით და კუროთი პირველი მიწის სტიქიის წარმომადგენლით კუროთი. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო და დაეხმაროთ ტაროსკოპს განვითარებაში. მოდით ვნახოთ, რა ენერგიები ელოდებათ კუროებს 2026 წლის იანვრის ბოლომდე. პირდაპირ ამოვიღებ არკანებს ყოველგვარი ლოდინის გარეშე და პირველი რაც ამოვიდა, ეს არის კვერთხების ოთხიანი. ზოგადად გარკვეული ტიპის შესვენება, აი სულ ოთხიანები ამოდის. ხო, რა უცნაურია. შესვენება და იცით როგორი ურთიერთობა, თქვენ სულ ახლახანს დაასრულეთ ურთიერთობა, რომელმაც მოგიტანათ საკმაოდ შესაძლებელია ეს ყოფილიყო დიდი ხნის ურთიერთობა, მრავალწლიანი ურთიერთობა, რამაც თქვენ გარკვეული ტიპის დეპრესიაში ჩაგაგდოთ. ან შესაძლებელია იყოს თქვენ დაასრულეთ საქმიანი ურთიერთობა სამსახური, წამოხვედით სამსახურიდან, ან თქვათ დაასრულეთ მეგობრობა, პარტნიორობა და ახლა გაქვთ ესეთი როგორი პერიოდი, იცით, აი არ მინდა პერიოდი, ესე ვთქვათ. როდესაც თქვათ არის შესაძლებლობები შემოთავაზებების, მაგრამ თქვენ უკვე მიღწეულის გარკვეული ტიპის, ესე ვთქვათ, პაუზა გაქვთ აღებული და ვცდილობთ, რომ შეისვენოთ, შეაფასოთ, აი ვთქვათ, სხვებსაც მისცეთ საშუალება, რომ შეაფასონ თქვენს მიერ განვლილი გზა და აქ თავისუფლებას აძლევთ, რომ გაერთოთ, თქვათ, დრო ატაროთ თქვენ მეგობრებთან, რაღაც ფლირტით, ესეთი ზერელეს, თქვათ, მსუბუქი ურთიერთობებით დაკავდეთ და აბსოლუტურად არ ხართ მზად ღრმა ურთიერთობებისთვის, რაღაც ახალი big projects, რასაც ეძახიან, ხო, დიდი პროექტებისთვის თქვენ ჯერ არ ხართ მზად ფსიქოლოგიურად, რადგან აი გარკვეული ტიპის აი შესვენება გაქვთ, ნუ იანვარი ისედაც არის ხო დასვენების თვე, რა ვიცი, ამის მთელი იანვარი, მთელი საქართველო, მსოფლიო თუ არა, ხო, ნუ ზეიმობთ, მსოფლიო ნაკლებად ალბათ უფრო აქეთ ჩვენსკენ ვიცით ხო, ამდენი დღესასწაული, ორ-ორი ახალი წელი, ორ-ორი ბედობა, შობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ იანვრის თვეს აუცილებლად გამოიყენებთ იმაში, რომ აი სუბუქად ადვილად რა შემოქმედებითად მიუდგეთ თქვენს თავს და დიდად არ განიცადოთ გარკვეული ტიპის დანაკლისი, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო თქვენს პირად ცხოვრებაში ან საქმიან ურთიერთობაში, მაგრამ გაფრთხილდით არ მოიხმაროთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი ან არ დაიწყოთ, არის იმის დიდი ალბათობა იმისა, რომ გარკვეული ტიპის მავნეჩვევები მოგერიოთ აი ამ თვეში, იანვარში, იანვრის ბოლომდე და ან თქვათ ალკოჰოლი მიიღოთ დიდი რაოდენობით, ან დიდი რაოდენობით გაერთოთ, ან თქვათ აირიოთ, თქოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, თქვათ იქ ძილის რუტინა დაიხოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად დაისვენოთ და ეს პერიოდი გამოიყენოთ აი რაღაცა რეფლექსიისთვის. მოდი ავიღოთ კლასიკური დასტიდანაც, რას გვეტყვის ტარო. დიახ, ნუ თქვენ პრინციპში თქვენს სიმართლეში ნამდვილად ხართ დარწმუნებული აქ. ნამდვილად იყო ისეთი ურთიერთობა, სადაც თქვენ ბრძოლა გიწევდათ, სადაც თქვენ უფრო წინ იყავით ვიდრე თქვენი პარტნიორი და გარკვეულწილად გათავისუფლებულდით აი ამ ურთიერთობისგან, სადაც თქვენ მიათრევდით, ესე ვთქვათ, ცოტა ისეთი სწორი გაგებით, ხო, აი თქვენ მიყავდათ ურთიერთობა პარტნიორული და აქ უკვე იანვრის თვეში უკვე თქვენ თავისუფლდებით აი ამ დიდი ტვირთისგან
აბსოლუტური გათავისუფლება მიდის, მე თქვენ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ახლა კი დადგა ჩემი ძვირფასი ქალწულების ჯერი. მოდით ვნახოთ რა ენერგიებში იქნება ჩვენი მიწის სტიქის მეორე წარმომადგენელი. პირდაპირ ამოვიღოთ ზულამაზესი დასტა. აქაც ამოვიდა თასების 4-იანი. თასების მეფე. იცით, თქვენ ხართ დამკვირვებლის პოზიციაში. პრინციპში გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ უკვე რომ აი სოციუმი თითქოს თქვენი უახლოესი წრე გეუბნებათ რომ მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება, მაგრამ თქვენ მაინც რაღაცნაირად რეზისტენტული ხართ აი ამის შემოთავაზების მიმართ. შესაძლებელია თქვენ გაიძულებენ ცოლის მოყვანას, მაგრამ თქვენ მაინც ერთგული რჩებით იმ ადამიანის, რომელიც გიყვართ სინამდვილეში. აქ შესაძლებელია იყოს რაღაც გარკვეული ტიპის პლატონური სიყვარულიც, აი უпростоრად პლატონური, ანუ უპასუხო სიყვარული, ხო? აი შესაძლებელია ადგილი გქონდეს ისეთ სასიყვარულო სამკუთხედს, სადაც თქვენ ზუსტად იცით, რომ თქვენი გულისწორი, თქვენი ვერასდროს გახდება, მაგრამ თქვენ მაინც ოცნებობთ მასზე და არაფერი არ გინდათ მის გარდა. აი ესეთი მესიჯი მომდის რატომღაც აი ამ ტრიპლეტის ამოხების აი რო ვუყურებ ესეთი მესიჯი მოდის და სხვათა შორის ეს ქალბატონიც თუ ეს ვაჟიც არ არის გულგრილი თქვენს მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აბიჯებს თავის ესე ვთქვათ ოჯახს, ხო? აქ სასიყვარულო სამკუთხედი არის, უკვე ურთიერთობაში მყოფ ქალბატონთან ან მამაკაცთან ვერ ხდება ამ ურთიერთობიდან, ეს არის რაღაცა დამალული, დაფარული სიყვარული, unrequited love, რასაც ეძახიან, ხო? ინგლისურად, აი ზუსტად ეს არის. და თქვენ, სხვათა შორის, მე არ ვთვლი, რომ თქვენ ამითი უკმაყოფილო ხართ პირიქით. გაწყობთ კიდეც რაღაც დონეზე, იმიტომ რომ თქვენში არ არის ეს ოჯახის შექმნის მოთხოვნილება. ესე ვთქვათ, აი ამ ტრადიციულ ჩარჩოებში თქვენი ფსიქოტიპი არ ზის. ამიტომ თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში არსებობს და ის რომ გულით გიყვართ, ეს უკვე თქვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, თქვენ მარტოც გადასარევად გრძნობთ თავს, შესაძლებელია რაღაცა მოგზაურობაც დაგეგმოთ მარტო, აი solo traveler-ი ხართ, ანუ solo ადამიანი ხართ და სულაც არ თვლით რომ უბედური ხართ პირიქით. ძვირფასო ქალწულებო რაღაცა ცოტა უცნაურია თქვენი ზოდიაქოსთვის, მაგრამ ესეთი მესიჯები მომდის ახლა ამ ტრიპლეტის ნახვისას. თქვენ ხართ ჩუმად, ძალიან დამკვირვებლის პოზიციაში, ძალიან შეკავებული ენერგია, ხო, გარკვეული ტიპის ესეთი ჩუმი ენერგია და ამითი არ ხართ თლად უკმაყოფილო. მოდით ვნახოთ. კი ბატონო. დიახ, სრულად ხართ გადაშვებული საქმიანობაში. და სხვათა შორის, აი, ესეთი დამოკიდებულება, როდესაც თქვენ ოჯახს კი არ ანგრევთ, არამედ იცით, რომ გიყვართ ეს ქალი თუ მამაკაცი და აგრძელებთ თქვენს საქმეს. აგრძელებთ იმის კეთებას ყოველდღიურ რუტინაში ჩაბმას, რაც თქვენ ყველაზე კარგად გამოგდით. და სულაც არ გაინტერესებთ სხვისი აზრები. და შესაბამისად, უფრო მაღალი ცოდნები, უფრო მეტი ჯილდო გაქვთ, ანუ თქვენ ამ სასიყვარულო სამკუთხედში თქვენ ვერ დაანგრევთ ოჯახს, არ ანგრევთ ოჯახს. და ამითი ჯილდოვდებით კიდეც მაღალი ძალებისგან. ძალიან მომეწონა ეს თქვენი გაშლა, ძვირფასო ქალწულებო, მზის, მთვარის ან ასცენდენტით ქალწულებო. ასე რომ ესეთია თქვენი იანვრის ენერგიები, მე გისურვებთ წარმატებებს ყველა ფლანგზე, აბსოლუტურად. და კარგია რომ ეგეთი თვითკმარები ხართ, მე მომწონს ძალიან და ბოლოს დაგვრჩა ბოლო ჩვენი მიწის სტიქიის წარმომადგენელი უკვე ბოლოში. ვინ თუ არა
თხის რქა, პრინციპში ის პირველია ხოლმე, მაგრამ ბოლო და ტკბილი ლუკმა, ესე ვთქვათ, ცოტა სარკაზმიც რომ მოვიშველიოთ, ნახოთ ძვირფას თხის რქებს. ამ იანვრის ბოლომდე როგორი ენერგიები ელოდებათ. ნახოთ აბა, ულამაზესი სუფის ტარო. აჰა, აქ ძვირფასებო ესეთი სიტუაცია, რომ თხის რქები, რა თქმა უნდა, თხის რქა ეს არის შრომის მოყვარე, ვორკაჰოლიკი, ხო? საქმეში თავიდან ბოლომდე გადაშვებული ადამიანი, პრინციპში საქმე, პროფესია, საქმიანობა, მუშაობა მისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია და პრინციპში ეს ესე ვთქვათ არკანებიც, ეს კარტები ზუსტად ამას მიუთითებს, რომ თქვენ პრინციპში უკვე ძალიან კარგად მართავთ თქვენ საქმიანობას. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დელეგირებას ვერ ახდენდეთ, შეიძლება ვერ ახდენდეთ დელეგირებას. აი სოლო მოთამაშე არ იყოთ, იცით, ყველაფერს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე და მინდა გირჩიოთ ასევე, რომ კი ძალიან კარგად გამოგდით თქვენი ბიზნესის მართვა, თქვენი საქმიანობის მართვა, თქვენი ოჯახის მართვაც, ხო, რატო ვისაუბროთ ასევე პირადზეც. ძალიან კარგად გამოგდით, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გადაიტვირთოთ, არ გადაიძაბოთ, ყველაფერი თქვენს მხრებზე არ აიღოთ, სხვებსაც გაუნაწილეთ კონკრეტული პასუხისმგებლობა და მინდა ასევე გირჩიოთ, რომ ენდეთ სამყაროს, ენდეთ ადამიანებს. ნუ იქნებით ესეთი განდეგილის პოზიციაში, ხო? ენდეთ, მიენდეთ სამყაროს, იყოს ნება შენი, უთხარით. ადამიანებში ეს დაიბრუნეთ ეს ნდობის მარცვალი და თქვენ აუცილებლად წარმატებებს მიაღწევთ, ისევ უკეთესად განავითარებთ თქვენს საქმიანობას, თქვენ მცირე თუ საშუალო ბიზნეს თუ რა ტიპის ბიზნესიც გაქვთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. და ნახოთ. კლასიკური დასტიდანაც ამოვიღოთ არკანები და ნახოთ. ხო, აი გარკვეული დილემის წინაშე ბრძანდებით. კონკურენციის რეჟიმში, მაგრამ გამარჯვებული გამოდიხართ საბოლოოდ აქედან. იცით როგორი მესიჯი მომდის, ახლა უცებ, რომ თქვენ იმდენად მართალი ხართ საკუთარ თავთან, რომ აი კონფლიქტიდან გამოდიხართ აბსოლუტურად გამარჯვებული. ანუ იმდენად უკონფლიქტოდ გამოდიხართ, აი ცოტა რთული სიტუაციიდან, სადაც თქვათ პარტნიორები ყავთ ბიზნეს საქმიანობაში ან გარკვეული კონფლიქტური სიტუაციებში ხვდებით, მაგრამ აქედან გამოდიხართ აბსოლუტურად ძალიან ბრძნული, დიპლომატიური, ძალიან ესეთი ღრმა მიდგომის და ესე ვთქვათ ღრმა აზრის გატარების ხარჯზე და ამით ხოთეშორის აი იმ კონკურენტებსაც ძალიან დააფიქრებთ, ხო? ასე რომ ფორტუნა თქვენს ხარეზეა, გამარჯვება თქვენს ხარეზეა. თქვენზე არის დიდი მისია დაკისრებულია, მისიონერის არკანია, ხო, ეს მეექვსე. ეს კვერთხების ექვსიანი და ძალიან მეორე ენერგიაში, პრინციპში ხო, წლის ენერგიაში ვისაც ორიანი ყავთ, მათთვისაც ძალიან ისეთი კარგი გაშლა არის. უყურეთ მზით, მთვარით ან ასცენდენტით თხის რქებმა, თუ არ იცით რას ნიშნავს, მზით, მთვარით ან ასცენდენტით ასცენდენტის ნიშანი, აუცილებლად მომწერეთ, დავგეგმოთ კონსულტაცია და გავიაროთ თითოეული საკითხი. ეს იყო და ეს ჩემო ძვირფასო მიწის სტიქის წარმომადგენლება, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.